თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხილის ფესტივალი ტარდება საბურთალოს რაიონში. გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაში 17 ბაღის 250-ზე მეტი ახსაზრდელი მონაწილეობს. პარალელურად მიმდინარეობს კონცერტიც. ხილის ფესტივალზე თბილისის მერიც იმყოფებოდა. ჩვენ გვინდა რომ ეს ტრადიციად ვაქციოთ ყველა რაიონში. ცალკე საკითხია ერთიანი პროგრამა, რომელიც დაინერგა შარშან და ძალიან ინტენსიურად და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს. მე გულისხმობ საბავშვო ბაღების შესწავლებას, მაგრამ მეორე არის რომ მუდმივად იყოს კონკურსები, შეჯიბრები, ბავშვებს ჰქონდეთ შემოქმედებით ეს მუხტი და ამის გამოვლენის შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს რატომღაც პოლიტიკოსებს, მათ შორის სხვადასხვა რანგის მოხელეებს ამ პოლიტიკური კიკლაუზის ფონზე გადაავიწყდათ, რომ მთავარი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ ხვალ არ იყოს გვიან. ეს არის ძალიან კარგი კომუნიკაცია არის უფრო ბაღების. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ჩვენ წარმოვადგინეთ პროცეულები, სხვა წარმოვადგინოთ დაუშვათ ბანანი, ანანასი და ასე შემდეგ. ანუ აზრის გაცვლაც ხდება აქედან გამომდინარე და ვიხვეწებით ნელ-ნელა.